მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა. ესპანელებმა გუშინ ჩილეს ეროვნულ ნაკრებთან 2-0 დამარცხდნენ. მატჩის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა სანაკრებო კარიერა დაასრულოს ესპანეთის ნაკრების მეკარემ იგერ კასილასმა. შესაძლოა ეს ჩემი ბოლო თამაში იყოს, ეს კასილასის სიტყვებია. ესპანეთის ნაკრების სახლში ბრუნდება ევროპის და მსოფლიო თასის მფლობელები ჩილესთან გუშინდელი მარცხის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩნენ. ჩილე ესპანეთის მატჩში პირველი გოლი მე-20 წუთზე გავიდა. ჩილეს ფეხბურთელებმა ხაბი ალონსოს შეცდომით ისარგებლეს. სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს და ანგარიში გახსნეს. მეორე გოლი ესპანელთა კარში საჯარიმოს შემდეგ გავიდა. სანჩესის დარტყმა ესპანეთის ნაკრების მეკარემ ცუდად მოიგერია. დაცვამ კი ბურთის საჯარიმოდან გამოტანა ვერ მოახერხა. იკერ კასილასის კარში მეორე გოლი არანგისმა გაიტანა. მატჩის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ იკერ კასილასმა შესაძლოა სანაკრებო კარიერა დაასრულოს. ესპანელები ბოლო შეხვედრას ავსტრალიის ნაკრებთან გამართავენ. ესპანეთის ნაკრების მსგავსად 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა 2006 წლის მსოფლიო თასის მფლობელი იტალიის ეროვნული ნაკრები. 2010 წელს იტალიელები ჯგუფში პარაგვაის, სლოვაკეთისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებთან ერთად იყვნენ. იტალიის ნაკრებმა ჯგუფში 3 თამაში ჩაატარა და ჯამში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა. 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატს პირველივე ეტაპზე გამოეთიშა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები. მაშინ ჯგუფში ფრანგებთან ერთად პარაგვაის, ინგლისისა და კამერუნის ეროვნული ნაკრებები იყვნენ. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ასპარეზობას პირველივე ეტაპზე გამოეთიშა.